არა რაღაცა პრობლემა აქვს, რა უნდა გავაგრილო ხერო, თორე არ მიდის რა. ეს მერსედესნიკური აპრავდანიები კარში. ტიპმა დაადუღა იმენა რუსთავი. საბურავის გახეთქა. თქვარო არაო CLS-ი M5-ის წინააღმდეგ დაახლოებით 3 წელიწადია რაც გადავიღეთ ეს ვიდეო. ოღონ სხვა მანქანების მონაწილეობით და დღეს გვინდა რომ ორივე ქარხნულ მდგომარეობაში, ანუ სრულიად სტოკი, კატალიზატორები, ფილტრები იქნება თუ ნებისმიერი რაღაცა, გვინდა რომ ორი ქარხნული მანქანა CLS-ი ან CLS-ი რომელიც გინდათ არა აქვს მნიშვნელობა და BMW-ს M5 F10 ერთმანეთს შევაჯიბროთ და ვნახოთ საბოლოო ჯამში რომელი უფრო სწრაფია, რომელს უფრო დიდი ყვერები აქვს და რომელს უფრო გრძელი ჭუჭუ აქვს. ამ სერიაში მარტო მანქანებს არ მივაქციეთ ყურადღება, მივაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ მძღოლებს რაღაც გამოცდილება ქონოდათ რა და შოთას მანქანა ალბათ ყველა მიცით და შოთა თვითონაც ძალიან ბევრმა იცით, დარწმუნებული ვარ, ძალიან პოპულარობით სარგებლობს Instagram-ზეც და ასე შემდეგ და მეორე მანქანის ფლობელი ყავს ჩვენ გიორგი, რომელიც ასევე ხშირად ხან სხვადასხვა არ გვინდა ეს ქუჩების და რაღაცების, მაგრამ გამოცდილება აქვს, მოკლედ რა. ისე არ არის, რომ ანუ ერთი ძალიან გამოცდილია და მეორე გამოცდილებით დაიჩაგრება და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დასტარტვა მაინც ყოველთვის სპეციფიურია. დღეს გვექნება საორჯიშო დასტარტვებით, დროსაც გავზომავთ დრაგის მეშვეობით და ვნახავთ, როგორ შეუძლიათ ამ ორივე მანქანას მაქსიმალურად სწრაფ დროში დაფაროს 402 მეტრი. ეხლა ნელ-ნელა შეგვიძლია ჩვენ დეტალებზე გადავიდეთ. პირველ რიგში, აი პირველად ხდება ამ დრაგის დავდგეთ ძმა სერიებში, რომ მივდივართ დაინოზე, უნდა ვნახოთ ორივეს ცხენის ძალები და დავაკვირდეთ ყველაფერს იქ რამე აპგრეიდი ხო არა გაკეთებული, კატალიზატორები ხო არ არის შეცვლილი, ან ასე შემდეგ. მოკლედ, წავიდეთ ეხლა დაინოზე, ყველაფერი შევამოწმოთ და მე აქ გავიარეთ უკვე ყველაფერი მფლობელებთან ერთად. Walk up in the spot, it be like whoa. In the spot, it be like whoa. Walk up in the spot, it be like whoa. Walk up in the spot, it be like whoa. Bitches said it's up, it's on the floor. He claim that he faithful, he a hoe. მოკლედ, პირველი ვიდეოა, რომელსაც ვიწყებთ დაინოთი რა, იმიტომ რომ ორივე ცხენი გვაინტერესებს. BMW-ც აქ არის, შოთას მანქანაც აქ არის, მაგრამ Mercedes-ით დავიწყებთ, შევხედავთ, რამდენი ცხენი აქვს. როგორ მითხარი, performance პაკეტია ეს, ხო? AMG performance პაკეტია. როგორც ვიცი, ფაქტიურად არ დავიწყებ, მაგრამ სტოკში ჩემი წოვანების CLS 63-518 ცხენის ძალა. ხო. მაგრამ არის AMG performance პაკეტი, პაკეტს ეძახიან, რომელსაც 32 ცხენის ძალით მეტი აქვს. დაკიდების სისტემა აქვს ოდნავ სხვანაირი, იქ წითელი სუპორტები უყენია, კარბონის ხუფი, რაღაც აი სხვაობები აქვს და ნუ ჯამში 32 ცხენის ძალით მეტი აქვს კონკრეტულად ამ მანქანას. როგორც გამოცხადებული აქვს Mercedes ქარხნიდან და ახლა ვნახავთ დაინოზე რას გაწევს. მე სამომავლო გარბენი რამდენი აქვს ისე? პროსტო ცხენის კონჩი მაინტერესებს. 178,000 კილომეტრია გარბენი. ო, 178-ზე კი ერთი 20 ცხენი მაინც უნდა მომკვდარიყო იდეაში. აი რა არის, იცი, უბრალოდ თვითონ კონკრეტულად ეს მანქანა ძალიან მოვლილია. ყოველთვის კარგი საწვავი ასხია, ყოველთვის ძრავი დასერვისებულია, ანუ ყურადღება არ აკლდა არასდროს ამ მანქანას და მაგის იმედი მაქვს, რომ არ გაიქცეოდა ის 20 ცხენის ძალა. მოკლედ, 538 გვაქვს რა, აქ ცხენი. მეორე ზაესზე, პირველი 524 იყო, ხო? ხო, 524 იყო, 528. ეს არის ძრავზე. საუბარი. ხო და ეხლა ნელ-ნელა, ეგ არის ხო დიმა, BMW-ზე გადავიდეთ. კი ბატონო. არა. ხო, ეხლა ბლეფის ცხენები. Cartier for the shades for the night. Plus it's chilly and my jeans is sitting nice. Got bitches getting drunk off the Clico. Bad bitch sitting with me, my amigo. All my niggas locked in like a Rico. We finna pull up to the drop playing finito. I can't walk up in the spot if they ain't paid. განზეა. აგარ განზე. ასია ძმა, ქარხნულად მას უნდა დაწეროს. რამდენია? 597 აქვს. ეხა ეგ 600-ზე გაცდება. აბა, მეორეზე უნდა გაცდება. მაგის ხარჯზეა ჩქარი CLS-ზე, მაგიტომ ვიძახ რომ ჩქარი უნდა იყოს. ძალიან მამალია ჩემი კაცი. ძალიან
ძალიან მამალია, ძალიან იმენა. თქვენი მუღამი მაინც რა არის, იცი რა არის? მაქს სტოკის თემა არის რა. აქ მაგიტომ მოვედით ვაფშე. ეხლა BMW-შნიკი, Mercedes-შნიკის თემა ვაფშე არ არის. რეალურად M5 რო ჩქარია, აი თელემოს ოფლიო მიცის, რომ ჩქარი უნდა იყოს სტოკზე. აი ხა ყველა მიცის ეგ რა, როგორც კიდე Mercedes-შნიკი იყო თუ BMW-შნიკი იყო, M5 ჩქარია, CL60. აი მაგას რო არ ეთანხმებიან, რავი, ხა იმ ვიდეოს შემდეგ არ ეთანხმებიან მაგას. აი მაგიტომ მინდა რომ გადავტესტოთ და ვნახოთ რა სტოკზე. დავაი, დავწყოთ. სალამი. შენი თავი წარმოგვიდგინე და მე გადავიდეთ შენ ქარხულ Mercedes-ზე. გიორგი ბენდიანიშვილი. ძალიან კაი. მოკლედ, მთელი მუღამი ამ ვიდეოსი იყო, წეღანას თქვი, რომ ყოფილიყო სტოკი ორივე მანქანა. შენ მანქანაზე რაც ვიცი, დაინოზე ვიყავით და მახსოვს რომ შენ მანქანაზე ვაჩვენეთ 528 ცხენი. კი, ზუსტად 528 ცხენი. და ხმაზეც ეხა შეიძლება ვიდეოში არ ჩანდეს და ვერ გაიგოთ კარგად, მაგრამ ხმა აქ სტანდარტული. არ არის ძალიან ბღუილა და რაღაც კი რო დაადგავ ხმას იღებს და ხმა აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ აი გიო დათიაშვილის მანქანა როგორც იყო, აი ბღუილა და ანგრევდა ამ ყველაფერს, ეს მანქანა ეგეთი არ არის. ლაივში გიდასტურებთ რომ ეგრეა ნამდვილად. კი ბატონო. შენ მითხარი ქარხნულად რა მონაცემები აქვს და 528 ვაჩვენეთ, მაგრამ მახსოვს შენ მეუბნებოდი რომ არის PPS ვერსია, რაც არის performance package spec-ი, ხო? ხო, კი ბატონო, ნუ სხვადასხვანაირად ეძახიან. მოკლედ, ამ წლოვანებაში, როგორც კომპეტიშენია M-ებში, ისეა performance CLS-ებში. და სტოკში აქ 557 ცხენის ძალა წესით. ამას ამ ვერსიას აქ უფრო სპორტული დაკიდების სისტემა, მაგრამ ნუ დაინოზე ოდნავ ნაკლები აჩვენა, მან შეიძლება ბევრ რაღაცას ემოქმედა, შესაბამისად ჩავთვალოთ რომ სტოკია რა. ანუ რეალურად სტანდარტულ Mercedes CLS რაც აქვს ცხენი, იმაზე აქვს ამ ვერსიას, ანუ ეს დაახლოებით 30 ცხენის ძალით მეტია. სტანდარტული CLS-ი არ არის. ერთი უბრალოდ ჩაგვახედე, მაინც ძრავს შევიდოთ. მაინც უბრალოდ აი გული მწყდება რო არ ჩავხედო რა, ანუ ყოველთვის ვხედავთ ხოლმე, ვიცი რომ ეხა შენი თქმის არ იყოს პლასმასებს დავინახავთ. კი, ვიცი, მაგრამ მაინც 1-2 სიტყვით ეს ხო არ დაგვეფარება? არა, არ დაგვეფარება. ქარხნულია ყველაფერი, ფილტრები აყენია, სილიკონები არის შეცვლილი ერთი, რომელიც არის დაგვეფარე, ნახე. ეს ვიღაც BMW-შნიკმა გამოიძახა. მე მგონი შოთა გვიჩაილში. ხო, ქარხნულია ყველაფერი, ამაზე არ იფიქროს ვიღაცამ რომ რამე შეცვლილი მაქვს, უბრალოდ blow-off-ი აყენია ხმის გამო და top speed-ის ისენი აყენია, რომ არ გახურდეს რა, ნაკლებად გახურდეს. დანარჩენი ყველაფერი სტოკია. აქაც როგორც M5 არის, ვერ ვაძრავის ტიპი არის და მოცულობა იყო 5 და 5 არის მოცულობა, ეგ ზოგი, ნუ ეს Mercedes-ი ბიტურბოს ეძახის, BMW twin turbo-ს ეძახის, ორ ტურბინიანი ძრავია რა, მარტივად რო. გარდა მაგისა, შოთაც 77 კილოა, მეც 77 კილოა. შოთამაც თმა შეიჭრა გუშინ მეც და რავი, მაქსიმალურად მოკლედ ერთ კონდიციაში ვიმყოფებ. მაგითო ხო? 0-ზე დასი, ხო? 0-ზე დავსვი მაქსიმალურად, რომ ეგ წონაც რაღაცა ზემოქმედება არ მოეხდინა მაგ წონასაც. ვიცი რომ ძალიან მშიერი იქნები, ამიტომ ნელა გადავიდეთ. კი, ნაჭამიც არ ვარ, 2 დღეა. ო, ასე რომ ნელა გადავიდეთ დრაგს. წარმატებები გიოში. და შევხვდებით უკვე შოთასთან დაპირისპირებაში. აიხარა. ბიჭები მოკლედ ტესტავენ მანქანებს. ჩვენ გემრიელად ვუზივართ კროკოს სნეკებთან ერთად, მივირთმევთ და ამუღამებენ ახლა კარგად გასვლებს და ცოტა ხანში დავაყენებთ კიდევაც. მოკლედ, CLS-ის პირველი ტესტი, რამდენიმე ტესტი უეჭველი გვინდა, იმიტომ რომ შოთა სახუმარო კაცი არაა. შოთას კარგად უნდა დაუდგეთ, თორე სხვა გზა არ არის რა. ისეთი მონაცემები არ აქვს, როგორც წინა CLS, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ შედეგებით, იმიტომ რომ უნდა გაითვალისწინო, რომ ასფალტი ცივია, ზოგადად ცივა, საბურავი ის არ აყენია, ანუ იმე გეუბნები, რომ იდეალური საბურავი რო იყენოს, on street legal-ი რა. თორე ჩვენ მაგაზზე შევთანხმდით, რომ ანუ ყველა ვარიანტში street legal-ი საბურავები იყენებოდა M5-ს და CLS-ს. მაგის და მიუხედავად, დრო ძალიან კარგია. leaderboard დაელოდე და იქ დაეწერება. მოდი ერთ საწუთი რა ძმობას. არა, ბაზარია, შოთას არ ვეუნები. არა, და 0-100 რა იყო 4 და 4? კი, კაი მონაცემებია ძა. მოდი ერთს კიდე ვცდი, კაროჩე, ეხლა კიდე გავახურებ ოდნავ საბურავს და
ბიჭო, ისეც არ ხნა რომ საბურავი აღარ დაიტოვა. მე რაზე ვღადაო, ვიცი? Mercedes-ებზე მაქვს ძირითადად ეს შემჩნეული რა. Traction control-ი რო არ დაბუქსავდეს, როგორ არის? ხო დაბუქსავდე. ოპ აი ეგრე რაღაცებს აქვს. ოპ დაბუქსავდა და ცო მოუჭირა ეგრევე. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ დროზე კარგად მუშაობს. ანუ როგორ არის, იცი? დროს რასაც არ ველოდებოდი, იმას წერს მაინც. მიუხედავად იმისა, რომ აი წეგან წუწუნებდი, რომ აი რაღაცა არ მომწონს რავზე და რაღაცა. მონაცემები კაი აქვს. ანუ სტოკისთვის ამ Mercedes ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი მონაცემები აქვს. ძალიან მიახლოებული მონაცემები აქვს, ვიდრე დათიაშვილის მანქანას, რაც წინაზე გადავიდეთ. მოკლედ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენი მეგობარი კომპანიები ვინც არიან ყოველთვის რაღაც ასე ვთქვათ სარგებელი ნახოთ თქვენც და პატარ-პატარა სურპრიზები გაიკეთეთ ხოლმე. ამ შემთხვევაში Aquaprint-მა დააწესა ვაუჩერი 300 ლარიანი ვაუჩერი დღევანდელი ჩვენი გამარჯვებულისთვის. Aquaprint-ი გეტყვით რომ არის კომპანია რომელსაც შეუძლია სალონის დეტალების და მსგავსი რაღაცეების გაკარბონება, ანუ კარბონში ამოვლება, ან მსგავსი სამუშაოები. სხვათა შორის ჩვენ რო ჩაფხუტი გვაქვს რა, გაკარბონებული რო არის მთლიანად, Aquaprint-მა გავიკეთა ზუსტად და დიდი მადლობა კიდე ჩვენგან Aquaprint-ს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გამოვიდა. შოთა, სალამი, ვიცი რომ ბევრი გიცნობს, ვიცი რომ ბევრი მაყურებელი ბალერშიკობს შოთას, მაგრამ მაინც გითხარი შენ M5-ზე, ვიცი რომ სრულიად ქარხნულია, არის M5-ის სტანდარტი, არ არის სტაილინგი, არ არის სტაილინგია Mercedes-იც, CLS-იც და რამდენი ცხენია ქარხნულად მე გმითხარი და პრინციპში მე ალბათ საბურავებზე უნდა გადავიდეთ, იმიტომ რომ ბევრი მოსაყოლე არაფერი არ გვაქვს, ქარხნულია. კი ბატონო. მანქანა არის ვაფშე სტოკი, სტანდარტია. ეს დინოზეს ნახავენ ამას მაყურებელი. დასერვისებულია, პროსტა არ შეცვლილი აქვს, სვეთადი დეტალები, ანუ აი რაც რესურსული აქვს. ეგენი ახლა იმისთვის რომ ერთხელ ბუდიში გეჭრები რა. მე ვათვალიერებდი სხვათა შორის ქარხნულ M5-ს რამდენი ცხენი აქვს და ერთ-ერთი ყველაზე მე მგონია რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი მანქანაა ეს ცხენებიდან გამომდინარე რა. შეიძლება პირველი არა, ეხა თავს ვერ დავდებ, იმიტომ რომ ყველა არ ყოლია დაინოზე, მაგრამ ალბათ ტოპ 3-ში უეჭველი იქნება ჯანმრთელ M5-ებში. ანუ სერვისი როცა გავლილი აქვს, ყველაფერი როცა შეცვლილი აქვს და პრობლემები როცა არ აქვს, მანქანას ეს ცხენი უნდა გქონდეს. 560 ცხენი უწერია ამას. ქარხნულად 560 ცხენი აქვს, მაგრამ რეალურად დინოზე ყოველთვის მე ცხენზალას წერენ ხოლმე. M5-ები ყველა მიცის. მე რაც ნახე 570, 580 ცხენს აჩვენებენ ხოლმე დაახლოებით. ხო. 600 პლუს უნდა დაწეროს რა. ბოლო თუ კარგ მდგომარეობაშია 600 პლუსი ყველა ვარიანტში უნდა დაწეროს 3 ცხენის ძალა. მოდი ერთ ჩაგვახედეთ ან კაპოტში და შევხედოთ ჩვენ, ესაც ვერ ვარი, წეგან გეუნებოდით. როგორც CLS-ი და ესაც არის twin turbo-ს ეძახიან შევხედოთ. კი ბატონო. ამ biturbo და twin turbo დამტანჯა იმენა ბრენდის მიხედვით. აქაც გვაქვს მოკლედ პატარა სილიკონები შეცვლილი, დანარჩენი ყველაფერი ქარხნულად გამოიყურება. კი ბატონო, ქარხნული ფილტრები უყენია, კატალიზატორებით არის, სტანდარტია საერთოდ ყველანაირად, უბრალოდ დასერვისებულია, ძრავი წეგან როგორც გითხარით, იდეალურ მდგომარეობაში, ანუ იმას ვერ იტყვის, რომ ამას რაღაცა არ აქვს, თორე უფრო კარგად. მიუხედავად იმისა, რომ გარბენი მე მახსოვს, რომ ცოტა ბევრი ქონდა, ხო, 160 აქვს 170,000 კილომეტრი აქვს გარბენი და ძალიან მაგარია. ეგარ, დააფარე. აი, შოთა, შენ ეხა ამ დრაგზე. ეხა რო ვერ გაასწრო CLS, რამდენი BMW-ში ზიხართ, ეხა გადატენილი იარაღით, მე ვიცი. შენ თუ ვერ გაასწარი, მე ქვეყნიდან მივდივარ, ძმაო. შანსი აღარ მექნება. მე CLS ვიყიდე. მე ვიცი რომ შენ ყავდა M5, ანუ წინ ბევრმა დაწერა რომ ეს 800 ცხენი ზალიანი M5 არატო უყენებ CLS, რომელ CLS უყურებ და აი მაგ მინდოდა ზუსტად მეთქვა რა, ის მანქანა არ არის, ის მანქანა გავყიდე, ეს არის სხვა. ეს არის საერთოდ სტანდარტი, ის იყო 850 ცხენი ზალაზე მეტი ქონდა და ეხლა მართლა ძალიან ჩქარი იყო რა. და კიდევ ესეთი რაღაც დაწერეს ბევრი კომენტარებში და აი Instagram-ზე წერს ხოლმე ბევრი რომ ეს ხო გაკეთებული ყავს, ანუ არ არის ეს მანქანა, ეს საერთოდ სხვა მანქანაა, ის საერთოდ სხვა მანქანა იყო და კიდე ესეთი რაღაც მკითხეს რომ ადრე რო გაგასწრო ეხა იმედიაში გაასწრო ეს მანქანა მე ჩემი არ იყო ვისაც ეგაზავო CLS შენ ვიდეოში დევს ესეთი რაღაცა CLS რო ასრებს დიაც და ეს მანქანა ჩემი არ იყო რა ანუ გეშლებათ ხა ვიღაცა ძალიან ბევრს გონია რომ აბაროთ სხვა აიგებ და მე არაფერი აბაროთი არ მაგ გასაღები BMW-ში კურაბაროთ წავიდე
ჩუმაზე ჩურჩხელით ესე. ბემშნიკებს ხოს და გავახა. აკიდე ეს მანქანა თუ ჩამოიყვანე? არა, აქვე კიდე ჩემი მეგობრისგან ეს მანქანა. მოკლედ, თუ დაგჭირდება, ჩამოყვანა შემდგომში, იმიტომ რომ ვიცი რომ BMW-ს ძალიან გიყვარს BMW-ები, ჩვენ ყავს ესეთი მეგობარი კომპანია, HO Auto Import-ია. შეგიძლია კორეაშიც აქვს კონტი და ამერიკაშიც აქვს კონტი. ზუსტად მაგერა ყავდა ჩამოყვანილი, წინა მანქანა კორეიდან ყავდა ჩამოყვანილი. კორეიდან ყავდა, ხო? ხო და აგე შეგიძლიათ HO Auto Import-ით ისარგებლოთ. მოკლედ პრომოკოდი არის ხერო, პრომოკოდი ახსენოთ და ჩვენიანები იქნებით ეგრევე. კაი, ეგ არის და ეგ? ეგ არის. დავაჭიროთ ხაზე. დავაი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დრაგის დავდგე ძმა სერიების წარმოდგენი არის კომპანია Sokari. ჩვენ შევეცდებით, რომ გათამაშებები მოვაწოთ ხოლმე როგორც ავტომობილის მფლობელებზე, ასევე მაყურებელზე და ამ ვიდეოში კიდე ვინც დააკომენტარებთ, ჩვენ დიდი ხანია უკვე TUZ Motors-თან თანამშრომლობთ, პაკელოს მიმართულებით, ზეთის მიმართულებით და ერთ-ერთ თქვენთაგანს ავარჩევთ და გექნებათ უფასოდ იტალიური ხარისხის ზეთის შეცვლის ერთი ვაუჩერი ნებისმიერ მანქანაზე. მოკლედ M5-ის ტესტის დრო დაგვიდგა ახლა. საბურავები უნდა გავახუროთ ამაზე და ვნახოთ რა დროს დაწერს. ანუ მე ძალიან მუღამში ვარ. კი. გაგასწორებ ხაზზე, წამო. ჩვენ მზად ვართ, როცა გინდა დასტარტე. ბუსზე რო გადის რო ეგრევე აბუქსავის ამოღამებ. მაგრად მეოსება ეგ შეგრძნება რა. აი ვისაც ტურბინიანი მანქანა არ ყავთ, ძალიან მაგრად დასწორებს. აი გაზე რო გაქვს დადგმული, მიდიხარ ბუსზე რო გადის და აი იმდენად იმხელა აი სიამონებას იღებ მაგ დროს რო აი არ ვიცი რა. მაგიტომ მეოსება ტურბინიანი მანქანების ხოთაშორის რა. მესმის რო ეხლა ვერვას თავისი მუღამი აქვს, ატმოსფერულებს რო ეგრევე სადაც დაადგავ იქვე მიდის, მაგრამ ტურბინიანს მაინც მე მგონია რომ აი სხვა ხიბლი აქვს რაღაც. Сауат ძალიან вообще ვერ მოეჭიდა ეხლა. დროებია ძალიან საინტერესო. ეხლა არ გამოვართვი დრო, მეც მაინტერესებდა, მაგრამ მირჩევნია რომ კარგად დაამუღამოს, აითვისოს, ეს რამდენად სად უნდა დაადგა გას ბოლომდე, სად არ უნდა დაადგა და მე ვნახოთ უკვე დრო რა. ჯერჯერობით აქედან ემჩნევა რომ დროს კარგავს ბუქსაობაში. საბუროს კიდე მეტი გახურება ჭირდება აშკარად. მაგრად დაიძაბა სიტუაცია, დროებს ჯერჯერობით არ ვიძახით. თან ორივე დავძაბა ეხლა სპეციალურად ძალიან ახლო დრო გაქვთ მეთქი და თან არ ვიძახი, რომელს უფრო ნაკლები დრო აქვს რა. და ეგრე გვირჩენია რომ დაძაბული სიტუაცია იყოს და მაქსიმალურად ორივემ თავისი მაქსიმუმ გვაჩვენოს. რა შეუულია Mercedes და რა შეუულია BMW-ს. ეხლა გავასწორებთ ორივე მანქანებს, კამერებს დავაყენებთ, ყველაფერს გავამზადებთ და მივცემ სტარტს. აქვე გეტყვით რომ ჩვენ გვაქვს ასევე Facebook ჯგუფი ალექსანდრე ხეროდინაშვილი დრიფტი გვანს. ესე გვიწერია Facebook-ზე და თქვენ შეგიძლიათ თქვენი ავტომობილის სურათი ატვირთოთ, ცხენის ძალა მიაწეროთ და აგარჩევთ საინტერესო წყვილად და მოგიყვანთ აქვთ და გადავიღებთ დავდგეთ ძმა სერიებს. ოღონდ ერთი რაღაც გაითვალისწინეთ რომ მანქანა უნდა იყოს საინტერესო. ვიცი, ბევრს ყავთ ყოველდღიური ჩვეულებრივი მანქანა, შეიძლება ჯეტა იყოს ეს ან ნებისმიერი სხვა მანქანა, მაგრამ რადგან ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ მაყურებელს საინტერესო ვიდეოები ვაჩვენოთ ხოლმე, მაგიტო ყველა მანქანას ფიზიკურად ვერ გადავიღებთ, იმიტომ რომ აქაც ბევრი რაღაც ხდება და ბევრი დრო გვჭირდება ამ ყველაფრის დასაორგანიზებლად და ასე შემდეგ. ამიტომ მანქანა ყველავარში ჩვენ უნდა ავარჩიოთ რამე ისეთი შეიძლება ძველი სტილის აიკონიკ მანქანა იყოს, მაგალითად V8 E34 ან შეიძლება რაღაც Lexus-ის მოდელი, ან რამე ახალი მოდელი ბევრი ცხენის ძალებით რა, ასე რომ არ გაგიკვირდეთ რომ შეიძლება თქვენ არ აგარჩიოთ და სხვა ავარჩიოთ. მოკლედ თითქმის 3 წელია გასული ამ დრაგიდან, ანუ რაც წინა დრაგი გადავიღეთ M5-ის და CLS-ის წინააღმდეგ და დღეს გვაქვს უკვე მეორე სერია რომ გაირკვეს. ვის უფრო დიდი ყვერები აქვს. კაი, მოკლედ გადავიდეთ საქმეზე, ხო? მზად ხარ? მზად ვარ. მზად ხარ?
პირველი და პირველი. ოპა, 1-0-ია, 1-0-ია. გასაგებია, 1-0. ძალიან აი მილიმეტრებით შემასრო რა, რო დამესტარდა გავასწრებ. იმენა შენი ბრალია ეხა, გვიან დასტარტე უბრალოდ რა. მარა კარგი იყო, ანუ ჭიდილი ძალიან კაი იყო. კაი, მოდი. ცოტა მოდი. სწორად გას მანქანა ჩემი. კი, კაი, მოკლედ, მეორე გასვლა 1-0-ია, მე სასარგებლოდ მეორე გასვლაზე ვნახოთ ეხლა რა მოხდება. მზად ხარ? BMW. აი სავალ. ზოლი შემეშალა და ამ წინა ზოლთან აუშვი გასწრებ. ფინიშის ბოლზე იმაზე იძახი? ერთი ზოლი ხო არის ბოლოში. კიდე ერთი ზოლი არის. ხო. და იმ ზოლთან აუშვი გასწრებ. მაშინ ძალიან გაიძარა, თორემ მაგამდე ზუსტად ისე მიდიოდით როგორც წერად რა. კაი, მაიც აბა შოთას ვკითხოთ. ლაფში არის წვება რა. რატო? ერთი დავდგეთ რა კიდე შოთა. წინა ზოლთან აუშვი გასფეხი ბოლოში და რომელ წინა ზოლი? არა, მაგრა უკან იყავი, აზრი არ გქონდა. გადაო. 1-2 მანქანა უკან იყავი. აზრი არა. ტყუილად მაწოვინებს საბურებს. გაგორებული და დავაჭიროთ ეს. არა, დავაჭიროთ ისე რაც იკაიფა, თუ გინდა ეს ორი ის წაღებული და просто მაინტერესებს რა. რაც იკაიფა, თუ გინდა ფილამდე დავაჭიროთ. ეხლა დავაჭიროთ გაგორებულზე. ხო, მე დავდგით სანამ. ეხლა ჯერ 2-0-ის ხო ის გიგებს. არა, იმ შედეგით არ ვიგებ. დათმობა არა. კაი, გაგორებული და სინჯოთ? ხო, სინჯოთ. მოკლედ, გაგორებულზე გადავედით, სხვათა შორის დროების მიხედვით მე მეგონა რომ პირიქით იქნებოდა სიტუაცია, მაგრამ აღმოჩნდა რომ შოთას კიდე რეზერვი ქონდა. ერთმანეთთან მთხილად იყავით, რომ არ მოგისურდეთ და არ ავიზილოთ ყველა. პრობლემა აქ რა უნდა გავაკეთებ, ისა გავაგრილო ხერო, თორე არ მიდის რა, ანუ მისყუდავს. სპეციფიკური აპრობანები კარგია რა. მე რა ზუღადაობ, იცი? შოთას მაგარი დამოყამებული აქ პატოკების თემა, რა პატოკების თემა რა არის, იცი? რომ მიდის მანქანა, ჰაერს ხო ჭრის, ჰაერს ხო აქ რაღაც ნაკადები თავისი რა, ანუ გვერდზე ისვრის რა და უკან თუ მიყვები უნდა გამოიყენო, რომ ანუ წინაღობა არ შეუქმნა და თუ წინ მიდიხარ შეიძლება ჰაერი დაატაკო რა და შოთას ეგენი აქ იმენა აი ხელოვნების დონეზე აქ აყვანილი. მე რა ზუღადაობ, იცი? შოთა იყო აი ამ ხელა მანძილზე გაახურებდა და ოპ საბურავი არ გაწვდესო და ტიპმა დაადუღა იმენა რუსთავი. საბურავის გახეთქა. ისე როგორი BMW-შნიკური არის, რომ აი საბურავს ბოლომდე წირავ და ანადგურებ.
არაფერია. აბა აფსოს მიშლელები. BMW ეგრე არის, აქ რომ მოდიან ბოლომდე წვავენ, იმენა ის არის. დაუწერელი კანონია. აქ რამე საბურავი? აუ, ტოვებთ აქსიო? რა არის გასაკვირი, ამან იმდენი იბუქსავა პორტერზე. ხო, არა, ბევრი იბუქსავა, მაგრამ მე მაგრა დამოიღო დრო. ხო, მაგრამ შენი დრო სავარაუდოდ რეალური იყო 10-12-20-სკენ. 12-85 ქონდა ყველაზე კაი. ვიცი. ამას დრო იცი რა ქონდა? მეტრაჟია მანდ რა. დრო შეიძლება დაბალი ქონდა, მაგრამ მაღლებში ვეღარ მოდის ის. ბიჭო, გავიგე 402 მეტრს ვძურმავთ. ხო, კი ბატონო. 402 მეტრზე. უკან შენ რა დროებს არ ვზომავთ, მაგრამ გახსოვს რომ მითხარი ნახე ჩემსაც რა ხმა აქვს. აი როგორც კუხს ეგრე არ წვიმს მე. მე არც მიბლატავი, არც მითქვია არაფერი. რომ მიბლატავო მე. კი ბატონო, მაგრამ მე თავიდანვე გითხარი დამაწრეხე. ბიჭებო, მადლობა, ძალიან გაასწორა. ჯიგრები ხართ. შენი შეინარჩუნე, რა ქვია. ჩაარტყი. ხო და მოკლედ, ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მადლობა ვინც უყურეთ ჩვენ ვიდეოს და გემშვიდობებით შემდეგ ვლოგამდე. ადიოს. ეხლა კი ყველაზე საინტერესოს მივადგეთ, იმიტომ რომ BMW-ს და Mercedes-ის საუკეთესო დროები უნდა შევადაროთ ერთმანეთს. და ასევე ეს დროები უნდა შევადაროთ 3 წლის წინ რო გადავიღეთ. იგივე მოდელებით, მაგრამ სხვა ავტომობილებით. BMW-ი დავიწყოთ, რომელმაც 402 მეტრი გაიარა 12 წამსა და 29 მეასეთში, ხოლო Mercedes-მა 402 მეტრი გაიარა 12 წამსა და 14 მეასეთში. მოდი ეს დროები ასევე შევადაროთ 3 წლის წინანდელ მონაცემებს, სადაც BMW M5-მა 402 მეტრი გაიარა 12 და 96-ში, რაც აშკარად უფრო ნელია ვიდრე ახლანდელი მონაცემები, ანუ M5-მა ბევრად გააუმჯობესა ეს მონაცემები და ასევე ვნახოთ Mercedes-ის მონაცემები, რომელიც 402 მეტრზე ფიქსირდება 12 წამი და 10 მეასედი. ხოლო ახლანდელმა CLS-მა გაიარა 12 წამსა და 14 მეასეთში, ანუ ფაქტიურად ერთი და იგივე დროებია. ძველ მონაცემებში CLS-ს აქვს 12 და 10, ახლა 12 და 14, ანუ თითქმის ერთი და იგივეა.